საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, როგორც იქნა ჩვენს ირგვლივ კარგი რაღაცებიც ხდება, დამთავრდა 12 დღიანი ომი, დამთავრდა ადამიანების ხოცვა, ბომბების ცვენა და მშვიდობიან რეჟიმში იწყებს ორივე ქვეყანა გადასვლას, აღდგა ფრენები, გაიხსნა საჰაერო სივრცე, ადამიანები უბრუნდებიან მშვიდობიან ცხოვრების რეჟიმს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მისასალმებელია, კარგია. ჩვენ ორიოდე სიტყვით მაინც გვინდა შევეხოთ ამ ომის შედეგებს. პარადოქსია თითქოს, მაგრამ ამ ომში ვერ გამოვყოფდით ვერც გამარჯვებულს, ვერც დამარცხებულს. ვერ ვიტყვით რომ რომელიმე მხარემ გაიმარჯვა, ვერც შეერთებულ შტატებს დავარქმევდით რომ მან გამარჯვება უნდა იზეიმოს გინდა თუ არა, ვერც ისრაელს. თავის მხრივ ვერც ირანზე ვიტყვით რომ გაიმარჯვა, ან როგორ უნდა ვთქვათ, როდესაც სერიოზული დანაკარგები მიიღო, თუნდაც იმით რომ სამხედრო მაღალჩინოსნები დაკარგა საკმაოდ გავლენიანი პიროვნებები, საკმაოდ ღვაწლმოსილი პიროვნებები თავისი ქვეყნის წინაშე. გარდა ამისა მიიღო დიდი მატერიალური ზარალი, დაიბომბა მისი ობიექტები, სამხედრო თუ ბირთვული ობიექტები, მაგრამ ვერც იმას ვერ ვიტყვით რომ დამარცხდა, თუნდაც იქინა გამომდინარე რომ თუ გავითვალისწინებთ რა მიზნებს ისახავდა ამ ომის დაწყება, თავდაპირველი წამოწყება, აქ გათვლა არ იყო გრძელვადიან ომზე, აქ მიზნად იყო მომენტალური სწრაფი დარტყმა, მოულოდნელობის ეფექტზე უნდა ყოფილიყო გათვლილი ბლიცკრიგი, შიგნით ასე თქვათ გარკვეული სიტუაცია უკვე მომზადებული ჰქონდათ, მეხუთე კოლონა მზად იყო ამ ყველაფრისთვის, როგორც ჩანს, შემდეგ გამოჩნდა მაღალჩინოსნების დახოცვის და მოულოდნელობის ეფექტზე გავლით. უნდა მოხდილიყო შიგნიდან აფეთქება და გადატრიალება თვით უმაღლესი სულიერი ლიდერის აიათოლას მკვლელობაც კი იყო დაგეგმილი, მაგრამ როგორც შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა აღიარა, ვერ მოიგო ეს ოპერატიული მონაცემები, არ ჰქონდათ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ და ეს გეგმა ვერ განახორციელეს. ანუ საბოლოო ჯამში ჩაიშალა ეს გეგმა და უფრო მეტიც ირანმა ამ ყველაფრიდან გარკვეული დადებითიც მიიღო. თუნდაც ის რომ თავისი ძალა აჩვენა მოწინააღმდეგეს და თვითონაც სერიოზული დარტყმები მიაყენა, სერიოზული ობიექტები დაუბომბა თვითონ სახალის მოსადის ცენტრალური შტაბინები, საფონდო ბირჟა, ნავთობის გადამამუშავებელი ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. ანუ აჩვენა რომ ხელმწამოსაკრავი ძალა არ არის, მაგალითად როგორც აღმოჩნდა ერაკლი, სადაც ასეთი მოკლე ვადაში მოხერხდა ხელისუფლების დამხობა და შემდეგ გასამართლება და იქ თავის სატელიტი ხელისუფლების დასმა. ყოველ შემთხვევაში მაშინ პროცესები ისე წავიდა და შემდეგ რა განვითარდა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. გარდა ამისა ირანმა გამოიყენა ეს სიტუაცია იმისთვის რომ ქვეყანა გაეწმინდა მეხუთე კოლონიისგან და დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, აღმოჩენები. თუ კი სადმე ვინმე იყო გადაბირებული, ჩასმული, ჩანერგილი, დაიწყეს მიკვლევა, ну რა თქმა უნდა ეხლა 100%-იანი შედეგი ალბათ ვერ იქნება და წარმოუდგენელიცაა, მაგრამ მნიშვნელოვანი გასუფთავება მოხდა ქვეყნის მეხუთე კოლონიისგან. აი ასეთი სიტუაცია მივიღეთ ეხლა, მე ვერ გეტყვით ეს მაინც და მაინც ხანგრძლივია ეს ზავი და მშვიდობა, მაგრამ რა თქმა უნდა დადებითი მომენტი არის, რომ გამრცობა, შემდგომი გამრცობა აღარ მოხდა, აი იმ მომენტამდე ყოველ შემთხვევაში სერიოზული ომი მიდიოდა, სანამ ამერიკა ჩაერეოდა, მაგრამ არც ერთ მხარეს გრძელვადიანი ომის გაგრძელების არც სურვილი და არც შესაძლებლობა არ ჰქონდა, როგორც ჩანს, და ამიტომ შეთანხმდნენ ამდაგვარ დასასრულზე, რომ ისე დაესრულებინათ, რომ ორივე მხარეს სახე შეენარჩუნებინა. ამერიკამ დაბომბა ვითომ ეს ობიექტები, კი არა დაბომბა, მაგრამ როგორც ამბობენ და როგორც აღმოჩნდა იქიდან უკვე ეს მასალები გატანილი იყო, რისთვისაც მიდიოდა ვითომ რაც მიზეზად სახელდებოდა ამ ომის დაწყების. შემდეგ უპასუხა ირანმა ვითომ საპასუხო დარტყმა განახორციელა რაკეტებით, მაგრამ ხლა წინასწარ გააფრთხილა
და თანაც ესე არ ხდება, როდესაც დარტყმა მიდის, იქ გათვლილია როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო თავდაცვის სისტემების გადატვირთვა, რომ შემდგომ რაკეტებმა მიაღწიოს მიზანს და 6 რაკეტით არავინ არ ახორციელებს სერიოზულ დარტყმას. იქ საერთაშორისო თავდაცვის სისტემების ყოველნა გამოსაყრ გადასატვირთად მონაწილეობას ღებულობს უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ხდება, სხვადასხვა ტიპის რაკეტების გაშვება, მე სამხედრო სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ აი ზოგადად რაც ცნობილია ყველასთვის, მეც იქიდან გამომდინარე გესაუბრები. ასე იყო თუ ისე იყო, ამ მომს გარკვეული დასასრული ჰქონდა. ვერ გეტყვით რომ ეს გრძელვადიანია, მაგრამ ნახოთ რა მოხდება, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ფაქტი ის არის, რომ ომი შეჩერებულია. ამ საკითხზე კახა დავიწყოთ და მეორე საკითხი მინდა აუცილებლად ჩვენ ეგრევე განვიხილოთ ვინმე ფსევდონიმით ენუქი, რომლის წიგნის პრეზენტაცია მოხდა ჩვენი პარლამენტის ბიბლიოთეკაში და რა წერია ამ წიგნში, რითია საყურადღებო ჩვენთვის ქართველებისთვის. ამ თემებზეც მე შემდეგროდ რომ მოვიტოვოთ სასაუბრო. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ხო, ძალიან დატვირთული, ძალიან სანერვიულო და მნიშვნელოვანი იყო გასული კვირა. ღვთის მადლით ჯერჯერობით ჩაცხრა ის ამბები, რაც იწყებდა განვითარებას. პოლიტოლოგიური ჭრილით თუ გავაშუქებთ, მთელი ქვეყნიერება აშუქებს, ახლა ორ ბანაკად იყოფა, თავისთავად ყველა თავის სასარგებლოდ აშუქებს მიმდინარე ამბავს. ამ ომს ორი გამარჯვებული მხარე ყავს. თუ არ ვიტყვით, რომ სამივე ზეიმობს გამარჯვებას. ირანი, ისრაელი, ამერიკა. მაგრამ მაინც რა მოხდა? ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი გავაშუქოთ მიმდინარე მოვლენიდან გამომდინარე. ამით არის განსხვავებული ჩვენი საუბარი, თუნდაც აი ამ პროცესთან დაკავშირებით სხვა დანარჩენ პოლიტოლოგებთან და მათ ნააზრევთან. სხვაობა სწორედ ამაშია, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვლენის ჭრილიდან გავაშუქოთ. რა ხდებოდა? პოლიტოლოგიური კუთხით რომ აღარ გავაგრძელოთ, ამაზე ბევრია ნათქვამი და დრო რომ არ დაიკარგოს, ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით და არაერთხელ ხაზი გავუსვით, რომ ფიზიკური ანტიქრისტეს დასმის გეგმარი ჩაშლილია, მოსულმა უფლის სიტყვამ შეცვალა მოვლენათა განვითარების გზა და კვალი და ისე აღარ ხდება, როგორც ჩვენი წარმოდგენებია, როგორი ცნობიერებაც გვაქვს ჩამოყალიბებული და აქედან გამომდინარე ყოფიერებაში რა მიმართულებებსაც ვქმნით მსოფლიო მასშტაბით. ისე აღარ ხდება, ისე ვეღარ ხდება, რაღაცამ, რისიც თან გჯერა და თან არ გჯერა, შეცვალა ეს მდგომარეობა. და ღიად თქვით, ვამბობთ, საიდან ამ ცნობას გვაწვდიდა ბატონი აკაკი, რომ ადრევე 2000 წლისთვის იყო, დაახლოებით განსაზღვრული ფიზიკური პირის დასმა, ეს უნდა ყოფილიყო მსოფლიოს როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური ლიდერი, ქრისტიანები ვიცით და ვეძახით ამას ჩვენ ანტიქრისტეს, ხოლო ის მხარე, რომელიც ამისათვის ათასობით წელი იბრძოდა, ეძახის მოშიახს. აი მაგ დროს დაახლოებით საუკუნეთა 1000 წლეულთა გზაჯვარადიზე და გზაგასაყარზე, როდესაც საბჭოთა კავშირი ათეისტური იმპერია დაშალეს და დასავლეთი იყო ერთი აბსოლუტური, თითქმის აბსოლუტური მართველი მთელი დედამიწის, აი მაგ დროს ჰქონდა შანსი, მაგრამ ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული, დაკარგული და ჩაშლილი და შემდეგი პერიოდები იყო ვითარების გამოსასწორებელი 2012-13 წლისთვის გადადეს. ახლა
იყო ეს მოსაგვარებელი ჩქარობენ და უშვებენ შეცდომას და რაც მეტად ეცდება მსოფლიოს მართველი, ფარული მართველი ძალა deep states ვეძახით ახლა ამას. ადრე უფრო მასონობის სახელით სიონისტი, თალმუდისტი, ებრაელი მასონობა რა, რაც უფრო მეტად ეცდებიან თავიანთი ძირითადი იდეა ფიქსის შესრულებას და განხორციელებას, მით უფრო ახლო მივა კრახთან ეს გეგმაც და ერთდროულად დედამიწაზე სიცოცხლის საკითხიც, სიცოცხლის დაღუპვის საკითხიც კიდევ უფრო გამოიკვეთება. ეს გეგმები არის უკვე აუსრულებელი და შეუსრულებელი. და რა მოხდა ახლა? რამ გააჩერა? დაწყებული პროცესი. პრაგმატული თვალსაზრისითაც შეიძლება ახსნათ ეს დაჯახება, რატო ხდება, წინა გადაცემაში უფრო მაგაზე მოგვიწია საუბარი, რომ დასავლეთი კარგავს, ბუნებრივად კარგავს პირველობას, იმიტომ რომ ის ტექნოლოგიები, რითაც ის უპირატესი იყო აღმოსავლეთზე და არა მარტო აღმოსავლეთზე, ეს ტექნოლოგიები აღარ არის მხოლოდ დასავლეთის პირადი საკუთრება, რომ შეიქმნა აღმოსავლეთშიც უმძლავრესი უდიდესი ისტორიის საფუძველზე, მაგ ჩინეთი მაგ ქვედოლობაში ისტორიული მეხსიერების და ყოფიერების გზარმაზარმა ცენტრმა შეძლო და ჩამოყალიბდა, განვითარდა იმ დონეზე, რომ იგი მეტოქეობას უწევს და ნელ-ნელა ეპიცენტრი, მსოფლიო ეპიცენტრი მოვლენათა განვითარების და მართვის გადაინაცვლებს აღმოსავლეთისკენ, ეს უნდა თუ არ უნდა დასავლეთს, ეს მიმდინარე პროცესია და ასე მოხდება და ხდება. აქვე მეტად აქტუალურია ჩრდილოეთის საკითხი, როგორც ამ ორის გამაწონასწორებელი და ან დამამთავრებელი საერთოდ ყველაფრის, ან ახლის დამწყებიც და ესეთ შემთხვევითი არ არის, რომ პიროვნებას ვინც მართავს პუტინი ქვია, ანუ გზა, ამას უკვე თვითონვე ამბობენ, რომ გზის გაკვალვა გვიწევსო, ჩვენ კი არ ვქმნით ახალ მსოფლიო წესრიგს, მრავალპოლუსიან სამყაროს, ჩვენ ამას ვაფორმებთო და უბრალოდ ზოგიერთ ხელშემშლელ ფაქტორებს მეტნაკლებად ვანეიტრალებთო და ასე გამოდის, რომ რაღაცნაირად გზასაც უკვალავთ. იმ ბუნებრივ პროცესს, რაც დაწყებულია მრავალპოლუსიანობა და ასე შემდეგ. ეს ცალკე გასარჩევი ძალიან დიდი თემა არის. პოლიტოლოგიური თვალსაზრისით ეს დაჯახება, თქვით, რომ ეს დასავლეთში, ანუ უკრაინის ფრონტზე მეტი დაწოლა გამოიწვევდა ბირთვულ კატასტროფას, ამიტომ ამ აღმოსავლეთის სამკუთხედს შედარებით სუსტ რგოლად ჰქონდა ირანის საკითხი. თუმცა აღმოჩნდა, რომ არ არის ირანის სუსტი რგოლი. ესე იგი, რუსეთი, ჩრდილო კორეა, ჩინეთი რაც მთავარია და მახლობელ აღმოსავლეთში ირანი. ეს ძირითადი კონტინენტური კავშირის შემადგენლობა, გარკვეული ტიპის ხელშეკრულებებით, ოფიციალური და თუ არაოფიციალური კავშირებით შეკრული და სამხრეთისკენ მოულიდნენ. მაგრამ აქ სამხრეთში კიდევ სხვა კვანძები ჩაიხლართ ამ საკითხებში და ყველა ქმედებას თავისი ტოლი და საწინააღმდეგო ქმედება გააჩნია, რაც მეტად დააწვევიან აღმოსავლეთის ამ კავშირს, კავშირი დაშლისკენ კი არა, უფრო მეტი გამტკიცებისკენ მიდის. დასავლეთთან რუსეთის შეჯახება უკრაინაში მთავრდება იმით, რომ ყოველ შემთხვევაში აქეთ მიდის, რომ რუსეთმა დაიწყო თავისი ეკონომიკის ფეხზე დაყენება, თავისი სიძლიერის წარმოქმნა, გაძლიერება, ესე იგი უფრო ორგანიზებული გახადა და ვერ იმოქმედა ამ სანქციებად და უფრო გააძლიერა და განამტკიცა. დაახლოებით იგივე ეს თქმა შეგვიძლია, თუმცა ირანი დიდი ხანია რაც სანქციების პირობებში არსებობდა ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ 1979 წლიდან მოყოლებული, მაგრამ აი ამ გროვიტყვენ ვერაგულმა თავდასხმამ ძალიან ბევრი სამაგალითო ამოცანები დაუსახა და როგორც ყველა ხედავს, უფრო მეტად მტკიცდება ირან-ჩინეთის და ირან-რუსეთის ღია თუ პარული კავშირები. ანუ კონტინენტური კავშირი კიდევ უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს. უდეში კახა თუ შეიძლება ჩაგერთვები. გარდა ამისა, თვითონ ირანის სამეზობლოში
თუნდაც მის სამი უარყოფითად განწყობილი ქვეყნები, რომლებიც ტრადაპირისებაში თუ არა არც არანაკლებ მდგომარეობაში ყოფილიყავი, იქიდან გამომდინარე ისინი ამერიკის პირდაპირ მოკავშირეებად ითვლიან, მაგალითად საუდის არაბეთი. აი საუდის არაბეთმაც კი ისეთი განცხადება გააკეთა, იმიტომ რომ იძულებული გახდა თვითონ მოსახლეობაში იმდაგვარი განწყობა, იძულებული იყო გარკვეული შეშფოთება გამოეთქვა ამ ვერაგულ თავდასხმაზე და უარყოფითად შეეფასებინა. ისევე როგორც თურქეთში ხლა ერდოღანის გამოსვლები ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ყოველთვის გამოდის, რომ რაც ხმამაღალი გამოსვლები აქვს, მაგრამ მისი მოქმედება არის ისეთი, რომ ანუ საქმე და სიტყვა არ ემთხვევა ერთმანეთს. მოქმედება არის ყოველთვის როიტყვენ არც წვავს და არც ჩავს. მრავალსტანდარტიანია. მრავალსტანდარტიანი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, აი თუნდაც ღაზის სექტორში დაიწყო ისრაელმა დაბომბვინა მასობრივი მკვლელობები, ძალიან ცუდი რეაქცია მოყვა მას თურქეთის მოსახლეობაში. და გარკვეული სოლიდარობის გამომხატველი დიდი უზარმაზარი აქციები გაიმართა, მიტინგები გაიმართა და იძულებული იყო ერდოღანი, რომ გამოსულიყო და ხმამაღალი მუქარა და ესეთი სიტყვა წარმოითქვა. ანუ მე ამით იმისი თქმა მინდა, რომ საინფორმაციო ომის საკითხებში ვერ გადაწყვეტს და პირიქით ირანის სასარგებლოდ შემოტრიალდა საზოგადოებრივი აზრი. და მთავარი რა არის, რომ გარკვეული ისლამური სოლიდარობა სახეზია პირდაპირ პაკისტანმა დაუჭირა მხარი, თუ კი მოხდებოდა ირანზე ბირთვული თავდასხმა ისრაელის მხრიდან, მაშინ ის დაბომბავდა ისრაელს ასევე ბირთვული სუნიტური და შიიტური სხვაობა გვერდზე გადაიდო. თავიანთი არც თუ ისე კეთილმეზობლური ვითარებით მიუხედავად ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ოფიციალურად იყო გამჟღავნებული. ეს ახლა ვინ ბლებს თამაშობს, ვინ არ თამაშობს ბლებს, ძალიან ძნელად შესამოწმებელია, მაშინ ფაქტობრივად უნდა განახორციელოს პოლიტიკა და მოყვებოდა თუ არა ამას მართლაც საპასუხო ბირთვული დარტყმა, ეგ უნდა შეემოწმებინათ და ამის შემოწმება, რომ დიდ სიკვდილთან თამაში ეს გასაგებია და ასე შემდეგ. ამ გარდა ამ კონტინენტურ და ზღვის ხალხების დაპირისპირებისა იკვეთება ერთი ყველაზე მთავარი საკითხი. ჩრდილოვანი მსოფლიო მთავრობის იდეა ფიქსი, ანუ ჩვენ ძველი ცნობიერებით, ძველი ყოფიერებით, ძველი ცნობიერებით მოქმედებთ და ახალი სიტყვიდან გამომდინარე ეს გზა მთლიანობაში დაგვისაა. აქ რელიგიური მომენტი შედარებით დაფარულია. არა იმიტომ რომ მართლა დაფარულია. უბრალოდ ამაზე არ ვესაუბრებიან ვრცლად ჩვენ ყოველ შემთხვევაში, თორემ იქ ეს დაფარული არ არის. მიმდინარე ომს აქ ორი ასპექტი, ერთი ფორმაციული მომენტიდან გამომდინარე, კაპიტალიზმია და ვის დარჩება რესურსები და ვინ იქნება გამარჯვებული, ეს გავიგეთ, სიმდიდრის, ქონების, ბაზრებისთვის და ასე შემდეგ ეს ყოველთვის კვებავს რომ ვიომოთ და არის მეორე მომენტი, რელიგიური მომენტი, რომ გარკვეულ ნაწილს აი თალმუდისტურ სექტას მიაჩნია, რომ ბიბლიურად მათ უნდა ეკუთვნოდეთ მთელი დედამიწა და ისინი უნდა მართავდნენ და ელოდებიან მათში ჩადებულია მოლოდინი მოშიახის მოსვლის, ისევე როგორც ქრისტიანებში ქრისტეს მეორედ მოსვლის. ქრისტიანები ელოდებით რომ მეორედ მოვა ქრისტე და ის დაამყარებს სამართლიანობას, ყველაფერი სწორობში ჩადგება, გაიწმინდება ბოროტებისგან დედამიწა, ეს მოლოდინი გვაქვს, მათაც აქვთ ეს რელიგიური მოლოდინი ამ განსაკუთრებით სექტას, რომ მოვა მოშიახი, მოვა მხსნელი. საიდან ეს ყველაფერი 1000 წლეულებიდან მოდის. აი კულმინაციას ახლა კრავს ეს ყველაფერი. ამ 1000 წლეულების გასაყარზე. ჟამი ეხლა ეს ცნობა გვაქვს მიღებული, რომ დაწყებულია ეს ჟამი, ცნობიერ დონეზე შემოვიდა ეს ინფორმაცია, აქ იმაზე კი არა, რომ ვიღაცა წინას არ მეტყველებდა. აქ სწორედ იმაზეა ლაპარაკი, რომ ეს ჟამი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს. აი მეორედ მოსვლა, რაც წარმოდგენა ჩვენებურად ჰქონდა ჩამოყალიბებული, ეს არის. იქ სადაც ლაპარაკია, რომ დრომ არავინ იცის არც მე გარდა მამისაო, ქრისტე ღმერთია, ძიარი
მეც კი არ ვიციო, მხოლოდ მამამ იცო, არც ზეციურმა ანგელოზებმა. აქ მარტო იმაზე არაა ლაპარაკი, რომ როდის დაიწყებოდა ის არავინ არ იცოდა, ზუსტად არავინ არ იცოდა. დრო და ჟამი არავინ იცის, ესე იგი დრო და ჟამში კიდე მეტი სიღრმეა ჩადებული, რომ რა უნდა გადაწყვეტილიყო, როგორ უნდა წარმართულიყო მოვლენები, არსი რაში იქნებოდა, ეს გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო და იქნებოდა კიდევაც ბუნდოვანი და გაურკვეველი აუცილებლად, იმიტომ რომ პირდაპირ ამბობს, რომ ახლა იგავებით გელაპარაკებით და დრო მოვა და გაცხადებულად გავუწყებთო. და სიტყვის სახით მოხდა მოსულა. უფლის ნებელობა ქართულ ენაზეა გაცხადებული და გამოცხადებული და ბოროტების გზა დასაგდები. ფორმაცია შესაძლებელი, ეს ფუნქცია ჰქონია ქართველ ერს მსოფლიოს მიმართ, რომ ჩვენ უნდა გავყვალოთ პირველი გასაკვალი, პირველი ფორმაციული რანგის ცვლილებებზე ჩვენ უნდა წავიდეთ და რა და როგორ უნდა გაკეთდეს პროგრამულად მოცემულია. რო ირწმუნო ამაში გაქვს სირთულე. თორე თვითონ გასაგებად არ არის რთული, საკმაოდ მარტივია. ისეთ ამოცანას არ გვაძლევს, რისი ამოხსნაც არ შეგვიძლია და შეუძლებელია. ჩვენი პრობლემაა ჩვენ რწმენაში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს რწმენა გავტეხოთ, დავფაროთ, გავაქროთ. ეს გავიგეთ, იმიტომ რომ როცა კრავი მოდის, ხეცი შეებრძოლება, ესე იგი ის რაც აქ ძლავრად არის, წარმოდგენილი, რაც ბატონობს, ესე იგი არსებული ცნობიერება, არსებული შეხედულებები, არსებული ინსტიტუციები, ამ წარმომადგენლობით დიდი დარაზმული სისტემები შეებრძოლება და გაქრობას გადაწყვეტენ. ხლა ბატონი აკაკი იყო თუ არ იყო, კაცშილმა რა, ესნობა აღარ არის. თითქოს არც ყოფილი, არც მწერალი ყოფილა და ასე შემდეგ, რა. მაგრამ როგორ მოქმედებთ ამ დროს? მოქმედებთ როგორც ჩვენი წარმოდგენებია. აი მათი, ვინც სოფლიოს მართავს, მათი წარმოდგენით გეგმები ჩაშლილი აქვს, თვითონ ძალიან კარგად იციან, მაგრამ სასოწარკვეთილები მაინც ცდილობენ, რაც არ უნდა დიდი ავანტურა იყოს, წავიდნენ ავანტურაზე, რომ როგორმე რამენაირად თავიანთი წარმოდგენით მესამე ტაძარი უნდა აგონ, პალესტინელები უნდა გაყარონ, ჩაატარონ გენოციდი, დიდი ისრაელი უნდა შექმნან და იქ უნდა აკურთხონ. დასვან. რა ასე ფიქრობენ, რომ ის ღმერთი ამ საქმეში ძალას მისცემთ და სასწაულს მოუხდენთ. აი ამ ომი რაც დაიწყო, ასეთი ტიპის სასწაულს ელოდებოდნენ. თუმცა ხელსაც ატოკებდნენ, ისე კი არა მთლად უბრალოდ. და რაზე იყო გათვლა? და რამ გააჩერა? ამან დაამტკიცა მიმდინარე მოვლენებმა, რაც იყო, რომ მოსული სიტყვა, რაცაც ცნობებიც აქ გვაქვს და რის გადმოცემასაც ის რაც გადმოგცა ბატონმა აკაკიმ, იმის ამ გადმოცემის გაგრძელებასავით ვახსენებთ საზოგადოებას. ამ მოვლენებმა დაამტკიცა, რომ ესაა მართალი. ხომ მოქმედებთ არსი, ხომ მოქმედებენ თავიანთი შეხედულებით, თავიანთი რწმენით და რამ გააჩერა? გააჩერა იმან, რომ დაინახეს, რომ წინ გზა არა და სიკვდილია. ისრაელმა გათვალა იმაზე, რომ წლები ამზადებდნენ, როგორც ჩანს. მომენტალურად მოკვეთდა თავს ირანს, ხელმძღვანელებს ამოწყვეტდა. აქ მარტო ისრაელის გათვლა არ იყო. თავში ვინც არის კაცობრიობა. მთელი დასავლეთი ერთად იყვნენ ამ საქმეს. მომენტალურად მოკვეთდა, ყოველ შემთხვევაში დაიწყო ამ პატარა ქვეყანა. მისი ხელით დაიწყო. მისი ხელით დაიწყეს. დაიშლებოდა ეს ქვეყანა და ასე გადაწყდებოდა საკითხი, ძირითადი ნაწილი. იმიტომ რომ ვერც ჰეზბოლა გაანეიტრალა ბოლომდე, ვერც ჰამასი ვერ გაანეიტრალა, გენოციდს ეწევა, მაგრამ ვერ ახდენს მთლად ისე იოლად მაგ ამბებს, ინფორმაციულ ომს აგებენ, ამ ტაძართან ვერ მისულან, იმიტომ რომ მოლალაქსის ტაძარი დგა მუსლიმანური, მთელი რიგი პრობლემები აქვთ, ვერ გადაუჭრიათ და ირანი ამის ზურგია. ისლამური წინააღმდეგობის ზურგია. ამ ზურგის თავის მოკვეთა იყო საჭირო და გადაწყდებოდა, მაგრამ ეს თავი ვერ მოიკვეთა. რკინის გუმბათმა კვერცხი დადო, მოიტყვია, გაიშიფრა,
როგორ შეიძლება მისი გარღვევა, შეიქმნა ისეთი სარაკეტო სისტემები და ისეთი კომბინირებული თავდასხმის გეგმარი კარგად დამუშავდა, გაიროვა გუმბათი. და უამრავი რაკეტით შეეძლო მიწასთან გაესწორებინა ისრაელი. ისრაელი ამობს იქნებათ პატარაა თავისი მასშტაბებით. ვერაფრით ვერ გაუძლებდა და აღიძლებოდა პირისაგან მიწა ჩაულებრივი სარაკეტო დარტყმებით. დაიწყო თუ არ დაესხა თუ არა თავის მოკვეთა, მაგრამ ბოლომდე ვერ მოკვეთა და ირანი გადავიდა პასუხზე. და თურმე აღმოჩნდა, რომ ისეთი კარგად შეუძლია პასუხის დაბრუნება, ეს მსოფლიოში ქებული რკინის გუმბათი არ წარმოადგენს რკინის გუმბათს ატარებს. დაიწყო ისრაელის რეალური განადგურება. პირველ რიგში მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის, მისი ეკონომიკის და ეგ არის ასე ჭიდილში ქვეყნის უმთავრესი ხერხემალი სწორედ ეგ არის. ერთადერთი რაც ისრაელს რჩებოდა, თუ კი ის მარტო იმოქმედებდა, იყო ის, რომ თავისი ატომური არსენალი გამოიყენებინა. მეტი გზა აღარ ჰქონდა. გამოიყენებდა ატომურ არსენალს. პაკისტანს უკვე წინ სიტყვა ჰქონდა დადებული, რომ საპასუხო დარტყმას გავაკეთებ. ეგ ერთი. მერე მეორე. პაკისტანს რომც არ გაეკეთებინა, თვითონ აქვს ბირთვული რეაქტორები. და ნამდვილად დაუბომბავდა იმ ბირთვულ რეაქტორებს და რადიაციული ღრუბელი დაფარავდა ისრაელის ტერიტორიას მთლიანად. იგივე ატომური შეტევის ფაქტორი იქნება. სულიერი ომია. სულიერი შეხედულებებისთვის ომია, მოშიახისთვის ომია, მოშიახის ადგილისთვის ომია. ეგენი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და აქცევენ რიტუალს, ადგილს, დროს. ადგილს ვერ გადაუნაცვლებენ, თუნდაც აი შეიძლება თქვი კახა 90-იანების დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა პირველ წლებში, სრულად გქონდათ იმის საშუალება, რომ მაშინ დაესვათ, ხო? მაგრამ დაელოდნენ 2000 წელს. რატო? როგორც დაწერილია, ისე უნდა მომხდარიყო, ხო? ის რიტუალურად უნდა ჩამჯდარიყო დროში და რა შესაბამისი ადგილიც. ანუ ახლა ამ ადგილის გადანაცვლებასაც ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ ეს რწმენის საკითხია და ქვედა ფენებში რწმენის დაკარგვას გამოიწვევს და უნდობლობას გამოიწვევს. რადგან ვერ შეძლეს მანამდე ვერ მოხერხდა, ახლა გადაწყვეტილია, რომ რადაც არ უნდა დაუშვათ. როგორც ამბობენ თავად ბატონი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავისი წარმოდგენით და იმ ჯგუფით ვისთანაც ერთად დღეს მართავს, ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ ეს ოქროს გვირგვინი თვითონ უნდა დაადგას ამ მოშიახ მხსნელს თავზე. და ეს ფიციც აქვს დადებული, რომ იგი შექმნის დიდ ისრაელს, დაამარცხებს მტრებს და აღადგენს მესამე ტაძარს და მოკლედ ეს რიტუალი შესრულება, მაგრამ აღმოჩნდა რა? ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომ ბირთვული კატასტროფა უეჭველად მოაწევდა და იმ რადიაციის ფონზე 1000 წელი საერთოდ ცოცხალი არსება ვერ გაჭაჭანდება მაგ ტერიტორიაზე. აი პერსპექტივა რა იყო. და საჭირო იყო გაჩერება. თვითონ ვერ გაჩერდებოდა, ვერც გააგრძელებდა ომს, იმიტომ რომ ირანი უკვე ჯაბნიდა. ეხლა ირანსაც მეტის გაგრძელება აღარ უნდოდა, იმიტომ რომ იცოდა, რომ უკვე ბირთვულ ომში გადაიზრდებოდა და ძალიან დიდი რაოდენობის, მილიონობით თავის მოქალაქე, თავის ხალხი დაიხოცებოდა, სპარსელები. და საჭირო გახდა მესამე პირის, მესამე მოთამაშის ჩართვა და დაიდგა საკმაოდ იაფასიანი სპექტაკლი, თუმცა ამ სპექტაკლმა ამ შემთხვევაში ითამაშა დადებითი როლი და გამოიყვანა მდგომარეობიდან. ეხლა სამივე შეუძლია იტრაბახოს ამერიკას ის, რომ სახეში ეხლა ტრამპს თავისი ის აქვს, სიონისტების წრეში რაღაც მსოფლიო მშვიდობის მტრედად უნდა თავი გამოიყვანოს და კიდეც გამოიყვანა, რომ ყველამ დაინახა, საით მივდიოდით, როგორი ტიპის მსოფლიომისკენ მივდიოდით, ყველამ დაინახა. და ამერიკის ამ ნაბიჯმა ერთგვარი მანდილივით ჩააგდო და შემდეგ ადგა და ყველა დალოცა ისე რომის პაპი ლოცავდა, მახლობელი აღმოსავლეთ, ირანიც, ებრაელებს, უყოლო მშვიდობას და ხვალიდან ხალხურ მშვიდობა იქნება. ეს სპექტაკლი გათამა. კაი სადღეგრძელო კარგი სადღეგრძელო. რა მაინდა სიკვდილს ჩახედეს თვალებში და იმან. ესე იგი,
დამტკიცდა მოსული სიტყვის ჭეშმარიტება, რომ ამ გზით თუ გინდა, როგორი შეხედულებებით შენა გაქვს. 1000 წელი რო ემსახურე და ყველაზე ახლო რო შენ მიხვედი მართლა. ბოლოს და ბოლოს ვინც მართავს და ვინც რაღაცას. ყველა ფიქრობს რომ ამოიცნოს რა არის იქ, იმოქმედოს ისე, რომ მიაღწიოს შედეგს. და ყველაზე ახლო იმ შედეგთან მივიდა ეს კლანი. თქვენი ბატონები ცხებზე და სხვები ვერ იბატონობენ თქვენზე. ეს რამდენად სრული ჭეშმარიტებაა, რამდენად ამ იგავურ ნათქვამში რა იგულისხმება. იმიტომ იგავებით გელაპარაკებითო და გაცხადებულად მე გეუწყებათ. ფაშისტურ გერმანიასაც ჰქონდა ვინც გაცნობილია იმ მასალებს, გარდა იმ პრაგმატული და სამეცნიერო და სამხედრო დოკუმენტებისა, უზარმაზარი სულიერი სწავლებები და სულიერი ჯგუფების მოღვაწეობა ციდო ფაშისტური ორგანიზაციის და ჰიტლერის უკან. ეს დიდი სულიერი დაფარული მხარეა და იქაც არ წუნებდნენ, რომ ეს იყო და ესე უნდა გაკეთებულიყო და თავისი დიდი რწმენა ამოძრავებდა იმ უზარმაზარ ავანტიურას, რომელიც ისე დამთავრდა, როგორც დამთავრდა. დამარცხებით დამთავრდა ის ამბავი. ამ კლანმა ძალიან ახლო მიიყვანა. ეს უფრო ახლო მივიდა. ანუ ეს უფრო ჭეშმარიტი და ახლო იყო. მაგრამ მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ გზა ეს ჩვენი წარმოდგენები, ჩვენი გეგმები არის დედამიწის ცოცხლის მოსპობისკენ მიდრეკილი და სხვა მეტი არაფერი. საჭირო იყო სასწრაფოდ უკან დახევა. გაჩერება. ეს არ ნიშნავს, რომ ხელს აიღებს. ეცდებიან გადაალაგონ, ახლა მოქმედებენ სიტუაციის და მიხედვით, იმიტომ რომ ძირითადი გეგმა ჩავარდნილია. გეგმა აღარ სრულდება. წინ სიკვდილია. ეცდებიან რაღაცნაირად გადაჯგუფდნენ სხვანაირად. თუმცა, ვისაც უპირისპირდებიან, აღმოსავლეთს უპირისპირდებიან. აღმოსავლეთი კიდევ უფრო მეტად იკვრება, კიდევ უფრო მეტად ალაპარაკდებიან ფარული თუ ღია კავშირებით, შეეცდებიან დოლარის ალტერნატივას, ვაჭრობის და ურთიერთობის ალტერნატივის შექმნას, ერთმანეთთან სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას და ირანს არ ჭირდება ბირთვული იარაღი. ჩინეთს შეუძლია მისცეს თანამედროვე ტექნოლოგია ასაფეთქებელი საშუალების, რაც გამოსადა და ტაქტიკურ ბირთვულ ქობინის სიმძლავრეს უტოლდება, რომელსაც არ აქვს რადიაცია. მას შეუძლია ეს ტექნოლოგია მისცეს. და ირანს გააჩნია მიტანის საშუალებები და ეს დამტკიცდა. ახლო და საშუალო მანძილზე მას შეუძლია მიიტანოს. ეს ებრაული და ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ეს უკვე ძველი თაობაა. საკმაოდ უსუსურად გამოიყურება. ეს უკვე ძველი თაობაა და ახალი თაობის იარაღს, რომელსაც წარმატებით ავითარებენ და ფლობენ აღმოსავლეთის წამყვანი ქვეყნები, როგორც ჩანს ჩრდილოეთის დიდი დამსახურებით, მოაძვენა და ვეღარ იქნება დაცული. ჰიპერბგერითი რაკეტების წინააღმდეგ აბსოლუტური უსუსტობა გამოვლინდა. კი, შექმნილი ვითარებიდან დამტკიცდა ის, რომ დიახ არსებული ცნობიერებით, არსებული ფარული თუ ღია გეგმებით მოქმედება მიიყვანს დედამიწის დაღუპვისკენ. არ შეგრჩება, ვერ დაასვავ თავზე. თავს კი დაიღუპავ. მოგდგებოდა და გაგანადგურებდა ირანი. ხო კი ბატონო, გააქვს, ეხლა ირანს არ უნდა გქონდეს ბირთვული იარაღი. კი ბატონო, გეთახვები. მაგრამ რატო აქვს ისრაელს? გვიცით რო აქვს რა. მერე მაგნაბიძე უნდა წახ. გასაგები ეხლა როცა აქ არის უკვე ფანატიზმამდე მისული რწმენა, აქ მილიონებიც არაფერში არ ითვლება. იმ ბიბლიას სახარებას და აპოკალიფს როგორ კითხულობ, ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება, ასია თუ ქრისტეს მიერ ნათქვამ. კარი ხეცი ვიცდანო, ხეცი იზრდა ამავალ, მესამედი მოიწყლა და ასე შემდეგ. ხო ან ჭირმა თუ შავმა ჭირმა რამდენი პროცენტი შეიწირა ევროპაში მინიმუმ ან ომებმა და ხო, ესე იგი თუ კი ის გვაჩენს, კიდეც მიყავს ჩვენი თავია რა. ხო და გამართლებ ამით იმის თქვა მინდა რომ
როცა ასე უდგები საკითხებს, გამართლებულად მიიჩნევ თუნდაც მილიონების და რატომაც არა, ოქროს მილიარდი, 7 მილიარდი ზედმეტია. როგორ მივახციოთ მიზანს? ბაქტერიოლოგიური არ არის, იყო ეგ ექსპერიმენტი კი არა, უკვე მოქმედება დააწყებინეს კოვიდის შემოტანით. ეგეც დიდი თემა არის რა. და გზა დაღუპისა. პასუხს გაქცევს შენი მოწინააღმდეგე. რო გეგონა რომ შენ იყავი ყველაზე მაღლა და შენ გებატონა, იმასაც აქვს ის იარაღი და პასუხს დაგიბოვნებს. ის არ აღმოსავლეთი არა ქრისტე რომ მიუტევ ღმერთო რამე თუ არ იციან რას ჩადიანო. ისიც კბილი-კბილის წილზეა. და ჯამში რას მივიღებ, ჯამში მოსპობას ვიღებ. ეს უნდა ეთქვა ქართულ სახელმწიფოს. შეჩერდი კაცობრიობა, უფლის მოსული სიტყვით დაღუპის პირას ვდგევართ და ფორმაციული რანგის ცვლილებებია საჭირო და ეს უნდა დაგვეწყო ჩვენ ამის გაკეთება. ვაკეთებთ? არ კეთდება სახელმწიფოებრივად, ეს არ კეთდება. ამ ომის ძალიან კარგია რომ დასრულდა და ხოცვაშლეტვა არ მიმდინარეობს, მაგრამ უნდა ვთქვათ რომ ამ ომმა თავისი უარყოფითი შედეგები გარდა იმისა რომ უამრავი ადამიანი დაიღუპა, ძალიან ბევრი რამ დაინგრა, განადგურდა, რაც ადამიანური შრომით არის შექმნილი და ადამიანებს ვითომც არაფერი. ხო, გარდა ამისა კიდევ ერთი დიდი უარყოფითი შედეგი მოიტანა ის რომ ირანმა ისარგებლა რა შექმნილი სიტუაციით, გამოაცხადა რომ ის აღარ ენდობა მოლაპარაკებაში, ბირთვულ მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეს და აღარ დაждდება ის ამერიკასთან ამ თემაზე მოსალაპარაკებლად და ასევე არ ენდობა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს და მის ხელმძღვანელობას. ბრალი დასდო რომ კოორდინატები და ინფორმაცია სწორედ მათგან იქნა ისრაელზე გადაცემული. ამიტომ ეს ასე იყო თუ არა, ეს სხვა საუბრის თემა, მაგრამ ირანს მიეცა საბაბი რომ ეს ხალხი გაუშვას იქიდან. პროვოცირდა და აქამდე თუ გარკვეულ კონტროლს ექვემდებარებოდა. გარდა ამისა, თავის ბირთვულ ობიექტებზე ის სათვალთვალო კამერების საკითხის მოხსნა, გათიშა კი ბატონო და ანუ სრული თავისუფლება მიანიჭა თავის თავს, ისარგებლა რა შექმნილი სიტუაციით ომის შემდგომი პერიოდით და სრულად უკონტროლო გახდა ამ შემთხვევაში. აქ ისე რჩება რა ან ისე უნდა დაიწყოს ომი და მე დიდ ომში გადაიზარდოს უკვე ესე მოკლევადიანი აღარ ხდება. ან არა ბოლომდე გავა ირანი და უკვე ერთმანეთის პირისპირ ორი ბირთვული სახელმწიფო დადგება ირანი და ისრაელი ასე ვთქვათ. და რაც ვერ ვიტყვით რომ კარგია. ბოლო პერიოდის მოქმედებმა ისრაელის მოქმედებმა მათმა სამხედრო კამპანიამ ისეთი სიტუაცია შექმნა თვითონ ამ ქვეყნის ირგვლივ, მისი მაცხოვრებლის ირგვლივ, ვილაპარაკეთ ჩვენ საინფორმაციო ომზე, მათდამის უარყოფით დამოკიდებულებების წამოსვლაზე, თუ გავითვალისწინებთ მის მდებარეობას, მის სამეზობლოს, აქ იკვეთება ერთი აზრი, რომ თუ ესე გაგრძელდა, ამ ტემპებით გაგრძელდა პროცესი, შეიძლება ძალიან მალე ესეთი სიტუაცია მივიღოთ, რომ ებრაელებს აღარ ეცხოვრებოდეთ. კი. და შეიძლება ამ ხალხმა დაიწყოს უკვე სხვაგან ყურება, სადაც შეიძლება მშვიდობიანად დასახლდნენ და უკეთეს პირობებშიც კი მოუხდეთ ცხოვრება, თუნდაც ბუნებრივი პირობები და თუნდაც სხვა გეოგრაფიული მდებარეობა და ყველაფერი. სწორედ ეს პირდაპირ კავშირშია იმ თემასთან, ეხლა მე რასაც ვამბობ, ჩვენ რომელი თემას დავაანონსეს მეორე საკითხად. კი. ანუ საუბარი მაქვს ვინმე ენუქის ფსევდონიმით გამოცემულ წიგნზე, რომელიც გავიმეორებ ხაზგასმით, რომ ჩვენი პარლამენტის ბიბლიოთეკაში მოხდა მისი პრეზენტაცია. რა წერია ამ წიგნში და რატო არის ყურადღება მიისაქცევი? წიგნები მოგეხსენებათ, უამრავი გამოდის, ვისაც რა უნდა იმას წერს და ბეჭდის თუ ფული გაქვს, დღეს პრობლემა არ არის. ნებისმიერი მიმართულების ნებისმიერი შინაარსის წიგნის გამოცემა შეგიძლია, მაგრამ ჩვენთვის ქართველებისთვის რატო არის საყურადღებო და უფრო მეტიც შემაშფოთებელი? მოდი ბარემ ამ საკითხზე გადავიდეთ პირდაპირ ამ საკითხზე და
შესავლისთვის ერთ იმას ვიტყოდი, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან, არის ესეთი ხალხური გამონათქვამი და არსებული ფორმაცია რაც წლების განმავლობაში დაგვამკვიდრებიდეს მასონურ-კოსმოპოლიტური, ეს არის სწორედ ისეთი ფორმაცია, რომელიც უპატრონოდ ტოვებს სამშობლოს არეალს, ყიდვა-გაყიდვის ობიექტად გამოაქვს, ვისაც არ ეზარება, ვისაც სურვილი აქვს, შესაძლებლობა აქვს, მოკლედ ბითუმა თუ ცალ-ცალკე იყიდება და ვყიდით, იმიტომ რომ ჩვენ სიტყვით გამოვდივართ სამშობლოს მოყვარულები და სხვებს ვეძახით თქვენ უსამშობლოებო, მაგრამ ფორმაციულად ჩვენ უსამშობლო სისტემა გვაქვს დამკვიდრებული და დროის საკითხია, როდის დადგება ის დრო, თან დიდი დრო არ დაჭირდება, რომ საქართველოს მხოლოდ სახელი დარჩეს და შიგ ქართველი აღარ ცხოვრობდეს მსგავსად, როგორც ნამდვილი ეგვიპტელები აღარ არის. ის კი არა, იმის საფრთხეც არსებობს, რომ შეიძლება საქართველოს აღარ ერქვა, როცა ამ წიგნზე დავიწყეთ საუბარი, ეგ პერსპექტივაც იკარგება, რომ სახელიც აღარ დარჩება და რატო? არ მივაქცევდით ყურადღებას გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, რომ ამ წიგნის პრეზენტაცია არ მომხდარიყო ასეთი უმაღლესი რანგის ადგილას. ეს სადმე პატარა კაფეში ვიღაცას რო გამოეტანა და პრეზენტაცია გაეკეთებინა. ან სადმე დაქირავებულ დარბაზში, თუნდაც ეგ არ მივაქცევთ. თუნდაც ფილარმონიის დიდ დარბაზში. ნუ აი კიდე და ახლა როცა შენ პარლამენტის ბიბლიოთეკაში ამის პრეზენტაციას ახდენ ამ წიგნის ვიღაც ენუქი. თითქოს და რევოლუციური აღმოჩენა გაკეთებული, ყველასათვის დაფარული და დაკარგული ამბავი ყოფილა და ჩვენი უფლისციხე ყოფილა ნამდვილი იერუსალიმი. ეს წიგნი, როგორც ჩანს, რაღაც თითქოს და ისტორიული ნარკვევია, რომელიც ამ ისტორიულ რაღაც ბუნდოვანებას ნათელს ფენს და როგორც ჩანს, ალბათ პრეტენზია აქვს ყოველ შემთხვევაში ავტორს, რომ ისტორიული ნარკვევია. აბა ყვანა ხალხი, რომლებმაც სიზმრად ნახეს ეს და წიგნი არ გონია ამ სიზმარზე იყოს აგებული, რომ ერთ ღამეს ეს მესიზმრაო და ესაა ჭეშმარიტებო, არ გონია. ალბათ მეცნიერული მტკიცებები აქვს, მიგნებები აქვს, რაც არავინ არ იცოდა ამხელა დედამიწაზე. და თურმე ეშლებოდა ყველას და ყველაფერს იერუსალიმის მდებარეობა. სად ყოფილა სინამდვილეში. პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ ისტორიასთან და მეცნიერებასთან ამ წიგნს არავითარი კავშირი არ გააჩნია. ეს არის მეცნიერების და მეცნიერული შეხედულებების დიდი შეურაცხყოფა ერთდროულად. და ამხელა ტრიბუნას რო უთმობ, ეს ფაქტიურად არის პოლიტიკური ბომბი, პოლიტიკურ-იდეოლოგიური ბომბი, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ქართული ისტორია. აქ მოიჩანს ხელისუფლების ხელდასხმა ყველაფერზე. და აქ ხელისუფლების ხელდასხმა, იმიტომ რომ ხელისუფლების წრეების გარეშეს ვერ მოხდება. ამას ისტორიასთან არავითარ კავშირი არ გააჩნია, ეს არის იდეოლოგიური ბომბი. რომელმაც უნდა ჩააგონოს ფსევდომეცნიერული იარლიხით, ვითომაც ისტორიული ნაშრომი და კვლევა არის მოცემული ამ წიგნში, რომ ქართველი ერის ისტორია არის ყალბი. ჩვენ არ ვიცინე ვართ და როგორ ვართ, მაგრამ აი ნამდვილი იერუსალიმის მფლობელი იუდეველებისა ეს ქვეყანა. რომმა გაყარა და მერე ჩვენ როგორღაც აქ მოხვდით, რანაირად თავართ მოხვედრილი, ეს უცნობია. სტუმრები ვართ ამ პროცესში, ამის დამტკიცება. კი. ეს არის იერუსალიმი. ეს საკითხი ვინ წამოწია, რომელმა პიროვნებებმა წამოწიეს და შემოიტანეს სოციალურ ქსელში. მან თქვა, პირადად ვესაუბრეო ამ პიროვნებასო, მან ასე გააგრძელა და ეს ჩვენი მიმოწერა ფაქტობრივი მასალად მიდევსო და ვისაც გაინტერესებს გაჩვენებდო. პირველ რიგში ეს უნდა აღიაროსო, როგორც ჭეშმარიტი ფაქტი,
საპატრიარქომ, მეცნიერებამ, შემდეგი ნაბიჯი იქნება სახელმწიფო კომისიაო, რომელიც გაარკვევს, ვინ არის ნამდვილი იუდეველი, ვის ეკუთვნის აკავრობა. იმ ფონზე, როცა ისრაელში ასე შესაძლებელი იყო, რომ ძალიან გაუარესებული იყო იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის ვითარება, კატასტროფისკენ წასული იყო ყველაფერი. და სადღაც ხომ უნდა მიგრირდეს და გადავიდეს. თავიანთ სამშობლოში, ასე გამოდის. ასე აქ იწყება დემაგოგია, რომ სამშობლო აქ აკონია, იქ კი არ არის და აქ მოდით. სამთავრობო დონეზე ხდება ამის პრეზენტაცია, მე კომისია დაადგენს, ვინ არის ნამდვილი იუდეველი. და თავისთავად ცხადია, ნამდვილი იუდეველებს უნდა დაუბრუნდეთ თავეთი სამშობლო, თავეთი იერუსალიმი. ქართველები არა ვართ ნამდვილი იუდეველები, ამიტომაც მიგვერეკებიან საზღვარგარეთ. ხო, აი თუ დავაკვირდებით, კი. თუ დავაკვირდებით განქართველების და ქართველი საქედან გაყვანის მიმდინარე ეკონომიკურ პოლიტიკას, უფრო დაჩქარებული. ეკონომიკურ პოლიტიკას სხვა კითხვებსაც აჩენს ეს. ქართველი ფაქტიურად გასულია აქეთ. პენსიონერი წლოვანია დარჩენილი მაინც და რამდენი მიგრანტი ყავს ევროპაში გაფანტული უკან ჩამოსვლის პირი რო სამწუხაროდ არ ჩანს. დაცლილია სოფლები. შემდეგ მივყვეთ ამ საკითხს. სახელმწიფო დაადგენს, რომ კოთავისი კომისიით ვინ არის იუდეველიო და ის რომ უფლისციხე ყოფილა ნამდვილი იერუსალიმი. ჯერ ტელეიმედს უნდოდა რომ გაეშვა ეს გადაცემა, მაგრამ მადლობასაც უხდის ეს პიროვნება ტელეიმედის რედაქციას, რომ ესენი მიხვდნენ და აღარ წავიდნენ ამ მავნებლობაზე, მე პირდაპირ დავარქმევ თავის სახელს და გაჩერდნენ. მაგრამ სამაგიეროდ გააგრძელა აჭარის ტელევიზია. როგორ ამტკიცებს პირდაპირ რომ აი ბიბლიის ეტრატები თურმე აი ამ თაროებში ინახებოდა. აი აქ იჯდა პირდაპირ სოლომონი, აი აქ დავითი, აქ იყო ის ტაძარი. აი კახეთისკენ იერუხონისკენ მიმოვალი გზა აქედან შემოდიოდა. აი ზუსტად ეს ყველაფერი, ეს ისა რაც იყო და დაბნეული ჟურნალისტიც, რომელიც საკმაოდ პატრიოტულ და ქართულ გადაცემებში იღებს მონაწილეობას, აღელვებით თის და პასუხს ვერ აძლევს. იმდენად დაბნეულია მუშველებელი ჭეშმარიტ ინფორმაციის მძლავრი ნაკადისგან დაბნეულია და ჯერ ვერაფერი ვერ უთქვია. ასეთი თოლვა იმით გააცნეს საზოგადოებას თუ როგორ აღმოაჩინა ამ ვიღაც ლეკიშვილმა თავის ბანერები გამოკრული იერუსალიმის ჭეშმარიტი მდებარეობა. იქ არაფერია ნაპოვიო თან იმოწმებს დიდ არქეოლოგს, ვინც რა თქმა უნდა უძვირფასეს იერუსალიმის ტერიტორიაზე მუდმივად მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევაც-ვება და რომ იქ ძველი პერიოდის ნაშთები არ არის ნაპოვიო. აი აქ კი ყველაფერია. იქ არ არის, აქ არის. ამტკიცებს. ესე იგი რა გამოდის? აღთქმული ქვეყანა თუ ის იყო, სიონისტური პოლიტიკიდან გამომდინარე, აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე, გენოციდის პოლიტიკიდან გამომდინარე, არაბულ სამყაროსთან ასეთი, ისლამურ სამყაროს წარმომადგენლებთან ასეთი ძალიან მკვეთრი დაპირისპირების პირობებში ნამდვილ პატიოსან ჭეშმარიტ ებრაელს შეიძლება მალე აღარ ეცხოვრებოდეს. ხარ თვითონ. თუ ერთი გეგმით უკრაინას უმიზნებდნენ და ეგ ინფორმაციაც გამოსულია, უკრაინა შომი არაა დამთავრებული, ვის დარჩება დნეპრო და ეგ და ასე შემდეგ ეგ ჯერ აღარ არის ცნობილი და რა გამოვიდა საქართველო არის მომზადებული უკვე დეპორტაციისთვის. უკვე ეს იდეოლოგიური ბომბი უკვე ჩამოგდებულია. სად არის მეცნიერებათა აკადემია ჩვენი? სად არიან ჩვენი ისტორიკოსები? როგორ შეიძლება ესეთი ბოდიში და ნაჯღაბნი წიგნები ამხელა დონეზე ხდებოდეს მათი პრეზენტაცია? სახელმწიფო დონეზე ხდებოდეს ამის პრეზენტაცია. ასეთ გამწვავებულ პოლიტიკურ აშლილობის პირობებში სადავართ რა ხდება? ან როგორ მოიცადა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც უამრავი თავსატკივარი აქვს დაწყებული ქვეყნის ეკონომიკური გასაჭირიდან გაგრძელებული დაწოლა, მუდმივი დაწოლის რეჟიმში არსებობა დასავლეთიდან
მუდმივად შიგნიდან აფეთქების რეჟიმში, საშიშროების პირობებში ყოფნის დროს მოიცალა ხელისუფლება იმისთვის, რომ აი ამნაირი ტვინამღვრეული ადამიანების, ასე ვთქვათ, ნაშრომი ჭყალებში. ამისი პრეზენტაცია მოიცალა იმისთვის, რომ გაეცა განკარგულება, გაცნობოდა ამას და შემდეგ გაეცა განკარგულება, რომ ჯემალი დათმობოდა. ეს არის ქსელური ტიპის პროექტი, როგორც ჩანს და მე ერთი ტვინამღვრელი ადამიანი ვახსენებ ოდიში ხსენებთან ამ ასეთ სიტყვების ხსენებისთვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ესე. ეს არის დიდი შეთქმულება ქართველების წინააღმდეგ. ვნახოთ, შევხედოთ როგორ არის გამოჩნდა აღმოსავლეთის წარმომადგენელი ეზოთერიკ ისტორიკოსი, რომელიც მკვეთრად ასაბუთებს, რომ მეგრელები და სვანები ესენი არიან სემიტები. სემიტური მოდგმას განეკუთვნება ებრაელებიც ერთ-ერთი მთა არის სემიტური მოდგმის. ესენი არიან სემიტები. კეთდება რუკები, რომ აქ ქართველები არ არიან, ქართველები ქვევიდან ვართ ამოსულები, სადღაც ქვევიდან. ეს ქართი ვერ გაგვიგია საიდან არის. ეს ქართი არ ვიცით საიდან არის რა. არა როგორ არა, უკვე ქალდეიდან და იქ ქვევიდან ვართ მოსულები და ხო, აქ იყო მეგრელები იყვნენ და სვანები იყვნენ. აქ ამ ტერიტორიაზე. ეს მეგრელები და სვანები, ეს დიდი ტვინიკოსი, ეზოთერიკი, გვიმტკიცებს, რომ სემიტები არიან. მაშინ ყველაფერი კარგად ჩდება, ესე იგი ვარღვევთ ქართულ ეროვნულ ცნობიერებას, ყოფთ, ვაცხადებთ, რომ ესენი სემიტები არიან. მაშინ სახელმწიფო კომისია, როდესაც შედგება ჭეშმარიტების დასადგენად, ვინ არის იუდეველი ჭეშმარიტი, ანუ ვინ არის სემიტი, მეგრელები სემიტები არიან და მათ გარანტირებული აქვს საქართველოში ცხოვრება, ასევე სვანებით სემიტები არიან და გარანტირებული აქვს ცხოვრება. ესე იგი, იქიდან წამოსული რეპატრიაციის მერთმა დაიფაროს, ანუ წამოვლენ, ისე კი ვყიდით და ბოლო დროს გამოვიდა ცნობა საქართველოს ხო ვყიდით რა. 10,000-ზე მეტი საცხოვრებელი ფართი გვაქვს, ნაყიდი აქვთ ებრაელებსო საქართველოშიო და აქ სატირალი რო არ იყოს, სასაცილო იქნებოდა და კომიკური იქნებოდა ის, რომ თუ კი უკვე 10,000 საცხოვრებელი ობიექტი გაყიდული ებრაელებს, პარალელურად პირდაპირ არაბული კომპანიები, სამშენებლო კომპანიები აშენებენ აქ კორპუსებს, მრავალ სართულიან კორპუსებს, მრავალსადარბაზოიან კორპუსებს, სადაც ზოგი მხელა რო თლიანი სოფელი შესახდება, თუ გინახიათ ამ ბოლო დროს სამხედრო კორპუსები შენდება და დაკვირვები ხართ უბრალოდ და არაბებიც აქვე მოდიან. აი ის კონფლიქტი რაც მიმდინარეობს. აქ გადმოინაცვლებს და არ მგონია, რომ ისრაელიდან რეპატრიაციას აქ გადმოსახლებულებს მერთმა დაიფაროს, რომ იქ ისე წარიმართოს, რომ იქ საცხოვრებლად აარიوارგოს და იქიდან აყრა მოუწიოს ვინმეს. საშველი მაინც არ დაადგება. აქ საშველი მაინც არ დაადგება, ვისთანაც კონფლიქტი აქვს იქ, ჩვენ ისეთ გამყიდველურ გზაზე დაგვაყენა თალმუდისტურ მასონურმა წესწყობილებამ, ისევ ყიდით სამშობლოს, რომ აქ მოუწევთ მაინც მუსლიმანურ კალთან შეჯახება. ისევ იმ ხალხთან შეჯახება აქ მოუწევთ, რომ ესე იგი მათთვის მაინც აქ როგორც ჩვენთვის, ისევე ებრაელებისთვისაც, აი ეს ირონიაში ჩამოგვარკვევენ თუ როგორც არის არ აქ ახლა ამას პირადად ჩემთვის მნიშვნელობა, აი ესეთ ვითარებას ვქნით და უახლოვდებით. არ ჩვენთვის და არც ებრაელებისთვის არ იქნება მშვიდობიანად საცხოვრებელი იმდენად დავიწყეთ გაყიდვა და გასხვისება არაბებზე თუ სხვა ირანელებზე თუ რა ვიცი ვის აღარ უშვებთ. ხო, პატარა კოსმოპოლიტური მათ გადაგვიქცევია ჩვენი ქვეყანა და ეს გზა დაუპისა დიდ ომს რომც გადაურჩეს სოფლიო და სოფლიო რამენერად გადარჩეს. ამ გზაზე თუ დარჩა საქართველოს ბედი მაინც გადაწყვეტილია და აი ეს ამბავი ამის დიდ ნიშანს გვაძლევს. ფესვი სადამდეა ასული, საიდან ჩამოდის. ესე იგი, შემთხვევით არ ყოფილა ხშირად ხაზგასმა იმას, რომ ბაგრატიონები დავითის ფესთან ანუ ებრაელები არიან. საპატრიარქოსთან დაახლოებული გარკვეული წრები ხშირად უსაუბრენ ხოლმე ხას ამ ამბავს. ხშირად ქსმენია ეს ამონაკლები.
და გვაგუებენ რომ თუ კი ებრაელები მართავდნენ საქართველოს 700 წელი და მეტი მერე რა კაცო მაგერ იერუსალიმი ყოფილა უბრალოდ ის ხალხი ნამდვილი იუდეველი ვინ არის სამეგრელოს ხალხი იუდეველები არიან სვანები იუდეველები არიან ალბათ ნახევარი იუდეველები იმერლები და ცოტა რთულად აგვაქვს აღმოსავლეთის ხალხს ქართველებს საქმე აი ქართი და ეს კიდევ საიდან მოდის სამხრეთიდან მოდის არ ვიცი მე როცა მიწევს ქართლისკენ გავლა ჩემთვის სრულიად გასაგებია რატო დაერქვა ქართლს ქართლი და ქართველი და მართლა ქარის ველია იქ სიოები იკრიბება კავკასიოდან და მუდმივ ქარი და იქ რთველს უკავშირდება და ჩემთვის სრულიად გასაგებია რატო ქვია საქართველოს გულს ქართლი სხვაგან ძებნა არ მჭირდება და აი ესია ჩვენი საქმე ამ დროს ობიექტური ჭეშმარიტი მეცნიერული აზრი დუმს და ღრმად ზინავს ხმას არის ან საკითხავია და რატო არის მეცნიერები ჩვენ წინა გადაცემაში ცოტათი მცირედ ხაზი გავუშვით აზერბაიჯნელებმა მიითვის ეს ალბანელობა და ძველი რუკებით კახეთის დიდი ნაწილი და აღმოსავლეთ საქართველო დროდადრო ალბანეთს ეკუთვნოდა დროდადრო ნუ ეგეც საკითხავია კიდე და თუ აზერბაიჯანი ალბანეთის მემკვიდრეა არა და თურქობა მოსპო ალბანელი ერი თურქულმა ექსპანსიამ შთანთქა ალბანელი ერი შთანთქა ბიზანტიის იმპერია მოსპო გაანადგურა შეიცვალა იქ დემოგრაფიულად ასე ყველაფრად ხო ეს თურქული ექსპანსია იყო ეს ისტორია ეს დაწერილია ეს ხორცეული ისტორია ალბანელები სორეული ისტორია არ არის როცა ჭეშმარიტი მეცნიერება ობიექტური მეცნიერება ღრმად მიიძინებს ჩაყვითავს ეს უკვე დაპყრობლის იდეოლოგია როგორ გაუწეს შეზე პრეტენზია დავით გარეჯი ალბანურიაო ალბანური კულტურაო და მე ალბანეთის მემკვიდრე ვარ ესე იგი მე მეკუთვნის ეგეც ასია როცა ჩაყვითავ ჩაიძინებ ეს მახინჯი იდეოლოგიური ბომბები ამშავდება და მე გვიან იქნება როცა გვიან გამოიღვიძებ ან ვეღარ გამოიღვიძებ როცა ვიღაცებს სიზმრათ აქვს ნანახი რომ ეს არის უფლისციხე იერუსალიმი და მის მტკიცება იწყება ეს ძალიან სხვაგან მიდის უკვე ქართველი აქედან წასულია პერსპექტივა არა უკან ვერ ვაბრუნებთ დემოგრაფიულად ვქრებით და ქვეყანას კიდევ ყიდით და რატო არ გაუჩნდება იქ მაცხოვრებელსაც ეს შეხედულება რომ აქ თუ აღარ მეცხოვრება უდაბური ადგილია ტრული გარემო მაქვს და იქ თუ ყოფილა ჭალებს ჩავსვათ ჭეშმარიტი იერუსალიმი და იქ თუ ნაყიდი მაქვს საცხოვრებელი ფართები იქ რატო არ უნდა გადავიდე რატო იქ არ უნდა ვიცხოვრო ისტორიული სამშობლო თუ კი ეგ ისტორიული სამშობლო და ამას ამტკიცებენ და იქ თავს უკნევენ ვინ უნდა დაუწყოს თავს უკნევ სახელმწიფო უკნევს თავს ამას რატო არ უნდა წამოვიდეს ანუ ამ გზით აბრაზეც არ დარჩება რომ ეს საქართველოა კი ჩვენთან წამოჭრეს საკითხები რომ უნდა გადაარქვან იბერია უნდა დავარქვათ რომ იბერია კოლხეთად იქნება როგორმე გაყონა ხო ენობრივი დაშლა ეს ფაქტიურად სეპარატისტების ბუნია მე ხლა არ მინდა კიდე უფრო კონკრეტულად გადავიდეთ გარკვეულ მიმართულებებზე მაგრამ ბევრი გააკეს მახეში ვინც დღეს უკავშირებს რომ ხო აი ეს ყოფილა ჭეშმარიტი იერუსალიმი აქ ყოფილა აი ფონდი უნდა შეიქმნას საქართველოს უნდა უშველონ აღორძინონ 25 მილიონი ადამიანი გახდება ამ ფონდის წევრი და უზარმაზარი თანხები წამოვა და წამოვა და წამოვა ეს რაღაც ქსელურად ორგანიზებული პროცესს გავს ჩვენ სულ არა ვართ 25 მილიონზეა ლაპარაკი კაცო და ვინ იგულისხმება საქართველოს ასაღორძინებლად ეს ფულები ვინ უნდა ჩადოს ზუსტად ჯდება ციფრებში არ მინდა ეხლა დავასახელო
რომელი რაოდენობისა ითვლება მსოფლიოში და როგორ არის და რა არის და იქ ენობრივი მომენტი, სეპარატისტები, ყველა ერთად იწყებს საქართველოს დაგლეჯვას. აი ეს არის. და ამით მე არ მინდა რომ ეგ გავიმეორო ან თქვა, მაგრამ გზა თუ დაღუპისაა, აი ეს ნიშნებიც მაკეთკენ მიდის და რით ერთობა დღეს სახელმწიფო. მე არ სტეიტის შვილებს ებძვის და იჭერს ციხეში. მე არ მინდა დავიჯერო რომ აი ამ შეთქმულებაში რომელიც ქართველი ერის ძირფესვიანად მოსათხრელად და აქედან ამოსაშანთად არის მიმართული რომ მთელი სახელმწიფო სტრუქტურებია ჩართული მაგრამ მეორეს მხრივ გავგებარი რჩება თუ რომელიმე განშტოების მიერ იქნა გაცემული ამაზე სანქცია თანხმობა რომ ხო დაეთმოს პარლამენტის ბიბლიოთეკა ამ წიგნის პრეზენტაციას. მაშინ სად არის მეორე მხარე? რატო არ ამხმას არ იღებს? ან სად არის ამ შემთხვევაში ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე კამათება და ედავება ხელისუფლებას, აი ეს ძველი ანეკდოტი როა ქუდი რატო არ გაფარიაო? აი ამაზეც კი რომ შარდებს და ცდილობს რომ ყველაფერში კრიჭაში ჩაგუდგეს, ასე ვთქვა. სად არის ახალგაზრდობა დოლბარაბნების და ჟივილხივილით რო აქვს აკლებული რუსთაველი რომლებიც თითქოს და საქართველოსთვის იბრძვიან და ქართული ინტერესებისთვის იბრძვიან სად არის ახალგაზრდობა არ უნდათ რომ საქართველოს მათი იყო რატო არიღებს თუნდაც ეს ახალგაზრდა ჯგუფები კაი ხელისუფლება გავიგეთ რომ გამყიდველია კაი კი მაგრამ ესენი ხო არიან პატრიოტული ძალა ესენი ხო არიან ქვეყნის გულშემატკივრები ხო ამიტომ უდგანან ოპოზიციაში და კრიჭაში ხო ამიტომ ებძვიან რომ ეს ხელისუფლება არ მოწონთ არაქართულია ესე მიაჩნიათ და საქართველოს ყიდის ამ თემებზე რატო არ იღებენ ყიდის ჯემალი ესენი მხოლოდ რეაგირებენ რომ რუსეთისა ეს ხელისუფლება და რუსულ პოლიტიკას ატარებს და რუსეთზე ყიდისო და რეალურად ყველაზე იყიდება რუსეთზე არ უნდა გაიყიდოს დანარჩენი ვიზაც კი უნდა გაიყიდოს ხო? აი მაგათი მიმართულებაა ესეთი იმიტომ რომ ყველაფერი გავყიდოთ სინდისის გარდა წინარე ხელისუფლების პერიოდში იყო ეს დიადი ლოზუნგი რაც გრძელდება და არავის პროტესტი არ გამოუთქვია სმენიათ რომ თქვენ ვირმეს ოპოზიციიდან არ მათი მრავალათასიანი მომხრეებისგან რომელიც უკვე ასეული დღეებია დგანან ქუჩაში წვიმაში თორში სიცხეში და გაკივიან რაღაც გაურკვეველ ფრაზებს და ლოზუნგებს გსმენიათ რომ ამ თემაზე ამოეღოთ ხმა ვინმეს მაგათ ის რომ ამ წიგში გატარებული აზრი რომ თურმე აქ საქართველოს და ქართველების საცხოვრისი კი არა თურმე აქ ყოფილა სხვა ერი სხვა მოდგმის საცხოვრისი და ჩვენ საიდანაც მოთრეულები ვართ და დღეს არა ხვალე უნდა დავტოვოთ ეს ტერიტორია რომ ამ მის კანონიერი მფლობელები მობრძანდნენ აქ და დასახლდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში აი ეს აზრია იმ წიგში გატარებული და ამას თავისი არაპირდაპირ მხარდაჭერა და დახმარება ამოუჩინა პარლამენტმა რომელსაც თავისი ბიბლიოთეკა გადასცა ამ წიგს პრეზენტაციისთვის დაუთმო არეალი კი ბატონო სად არიან იქ განსხვავებული აზრის თუნდაც განსხვავებული აზრის გასაგებია რომ პოლიტიკური პარტია ერთია ბირთვი ერთია მაგრამ ხო არ შეიძლება ყველაფერზე ახლა ინკუბატორში გამოჩეკილები ყველაფერში ერთმანეთს გავდნენ და ერთნაირი აზრი ჰქონდეთ არა სად არიან ის ხალხი თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ამაზე და არ ეთანხმება ამას და ამაზე გული შესტკივა ან სახელმწიფო წარმომადგენლობა სად არის ან ოპოზიციის წარმომადგენლობა სად არის ერთმანეთს რომ ჭამენ ამ სავარძლებისთვის და ერთმანეთს ყველაფერზე რომ შარშდებენ და მიზეზდებენ რატო ამაზე ეს არავის არ ახსენდა რატო ეს არავის არ ასტკივა ვერ ხედავენ ამაში საფრთხეს დიახ ამაშია საქმე რომ ეს გზა არის დაღუპვის მე ჩემ საქმეს ამით შევაჯერებდი ჩემალი რომ მიმდინარე ამ ომმა აჩვენა ეს ომი გააჩერა იმან რომ პირდაპირ ჩახედეს დასასრულს თვალებში
არ გამოვიდა ავანტიურა, თავი ისე ვერ მოჰკვეთა, რომ და როგორც ცხოველს მოკვეთავდა დაეცემა სხეული უკვე და ტყუილად ხო ფართხალებს, ასე ვერ მოხდა და ღიად ჩახედეს, რომ ყველაფერი დასრულდება. მოშიახს ადგილი არ დარჩება. ვერ გამოვა. ამით ერთგვარად ჩვენ ძველ წარმოდგენებს საფუძველი გამოეცალა. იმიტომ რომ არის ქრისტიანული სიონისტებიც, რომლებიც ამართლებენ ამ პროცესებს და თავად ჩვენი მოლოდინიც ეგ არის, რომ იქ მოშიახი უნდა დაჯდეს და მერე უნდა მოვიდეს ქრისტე. მოვლენები სინამდვილეში სხვანაირადაა დალაგებული. მასე თუ გვინდა იქნება დაღუპა და თუ ფორმაციის შეცვლა არ გვინდა, ჩვენ გავქრებით. ჩვენ ქართველები ახლა პატარ-პატარა ჯგუფებად ვართ დაყოფილი. ჩვენ შეხედულებებში ვართ გამყარებულები, ურთიერთდაპირისპირებულები და მოსული უფლის სიტყვის მოთხოვნების ირგვლივ გაერთიანება არ გვინდა. ყველა ცალ-ცალკე თავისკენ ვეკაჩებით თვითონით გარკვეულ ცენტრებს და არ გამოვდის არაფერი. იმიტომ რომ ბოროტების დაგდებას არ ვაცნობიერებთ, რომ ეს აუცილებლობაა რომ გადარჩე. რომ ეს სახელმწიფოებრივად არის გასაკეთებელი, რომ ეს ერთჯერადი აქტი კი არ იქნება, რომ აი მიველი მოვინანია გამოფუნდა, ყველაფერიც გამოსწორდა, ესე ინდივიდუალურად. სახელმწიფოებრივად არის არსებული მანკიერი ფორმაცია ეტაპობრივად შესაძლებელი და გარდასაქმნელი. ამ ფუნქციის ასრულებაზე ვამობ თუ არ ფაქტიურად, თორე რა გვიჭირს სხვა რა. ცოცხალი ადამიანი აღარ არის, რომ მე ეს ვატრიალოთ, რომ აი ახლა კი აქამდე კი სწორეს ამობს, მაგრამ მერე რომ მივყვეთ, მერე იქნება ესეთი რამე გვითხრას, რაც მიუღებელია. რაღაც ესეთ რამე სხვა არ მოგვახსოვს თავს ეს პიროვნება. აი ხომ ეჭვებში ვიყავით და დღემდე ეჭვებში ვართ. და როდის გავიცილით ამ ეჭვებისთვის, არა ეს ხალხი, რომ დავისესხოთ ზოგიერთი ფილმიდან. ხო ეს ეჭვები გუღრნის. მაგრამ ახლა ხო ეს ნატურალური მოცემულობაა. ესაა ის ბოროტების გზა. სამშობლოს გამყიდველი სულია დანერგილი. განათლებაში, მეცნიერებაში, ყველგან, მთელი ეს რეფორმები, მთელი ეს დეფორმები მაგიტომ ტარდებოდა. რა არის სახიფათო? სახიფათო ის არის, რომ ჩვენთვის დრო ახლოვდება ნელ-ნელა. ან უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი დადებითად, ან ვერა რა. და სახიფათო ის არის, რომ მსგავსების ფაზაში ვარ შესული. ხელისუფალი ერთის მხრივ გვახსენებს, რომ მან იცის იოანე ზოსიმეს გადმოცემის შესახებ, ენა მამულის არ წუნოება და ამ დროს ესეთი ტოტალურად გაყიდულ გასხვისებული არ ყოფილა სამშობლო. პატარ-პატარა სოფლებად 6 მილიარდზე დაიწყეს ლაპარაკი, რომ უზარმაზარი კვარტლები უნდა გააშენონ და ღიად დაიწყეს, აი როგორი კარგია სინგაპურის მაგალითია და მრავალჯერ შევეხეთ, რომ 13% ნახევარია ადგილობრივი ავტოქტონი, მართლა სინგაპურელი. იქ არის აბსოლუტური კოსმოპოლიტური სივრცე. დიდი ნაწილი ჩინელები არიან და დანარჩენი კიდევ იქ სხვები. აი აბსოლუტურად არათავსებადია თუ ენა მამულის არწმუნოება, მაშინ რა გინდა სინგაპურთან. და რა ერთი და იგივე პიროვნებები, ერთი და იგივე თავი ლაპარაკობს ამასაც იმასაც. ებრაელს თუ აქ უნდა გადმოსვლა, იქ თუ დაკარგავს მავნე და არასწორი ძალმომრეობითი პოლიტიკიდან გამომდინარე. არც ებრაელს არ დარჩება. კარი ისე გაეხურვა. ყველა აქ არის თავმოყრილი. აქაც იგივე ომი გაჩაღდება, საქართველოც გარშემორტყმულია, ხო, ისლამური რკალით. სხვათა შორის ამ სინგაპური თავს რო გვამეტებენ და თავს რო გვაჭამენ, ის ალბათ არიციან, რომ თავისი ვალით პირველ ხუთეულშია შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდგომ სინგაპური. ხო, როგორც ამერიკის ვალი არის გაურკვეველი, ალბათ სინგაპურის დავალიანებაც ვინ არიან ადრესატები. ალბათ ეგეც ბურუს საქართველოს ესე უზარმაზარ ვალებში უნდა გახვევა. რას პირდებიან? რა პრობლემაა, ჩემალი? იმიტომ რომ ამ ომებმა უბრალოდ ჩვენს სამეზობლოში რომელიც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ ომში
გამარჯვებული ვერ იქნება. ისე დამთავრდა 12 დღიანი ომი, რომ იქ იმ ომის გამარჯვებული არ აღავს. ისევე არის აგერ რუსეთ-უკრაინის ომი, უბრალოდ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთ-დასავლეთის ნატოს ომი. ამ ომსაც გამარჯვებული არ აღავს. ანუ გარდა იმისა, რომ ორივე მხარემ იქაც და იქაც მიიღო მატერიალური ზარალი, ცოცხალი ძალის ზარალი, იმიჯური ზარალი, დაუსრულებელი იქ დამთავრდა 12-იანი შეტაკებები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ომი საბოლოოდ დამთავრდა. აქ ფიზიკური შეტაკებებიც გრძელდება და ვერ ვიტყვით, რომ ვინმე გამარჯვებულია, მოიგო ვინმე? რუსეთმა რაღაც ტერიტორიები კი ბატონო ეს, მაგრამ მოიგო 3 წლიანი ომის შემდეგ არმია, რომელიც მეორე არმია თითლებოდა სოფლიოში, როგორ ვთქვა, ქართულად როგორ ბუქსაობს. წაიწევს წინ, დაიხევს უკან, წაიწევს წინ, დაიხევს უკან. ვერ ვიტყვით, რომ ეს წარმატებული სამხედრო ოპერაციები, თავბრუ დამხვევით წარმატებით არის ეს ოპერაციები აღსანიშნავი. ომი გრძელდება და გამარჯვება დასასრული არ უჩანს. აქ 5%-ზე უნდა აწვიოს თავეთ გადასახადები, რომ გააძლიეროს. ანუ ამ ყველაფრის ადასტურების გამოტანა შეიძლება და რისი თქმა შეიძლება. რომ ძველი მეთოდებით რომ მიხვალ დაამარცხებ, მოკლავ, სისხლდაღვრი და შენი იქნება ყველაფერი გაბატონდები, ეს კანონები აღარ მუშაობს. რატომღაც აღარ მუშაობს? აღარ მუშაობს. ან შენც დაიღუპები და ისიც თანამედროვე იარაღი შეიარაღება. იმ დონეზეა, რომ მარტო შენ დაარტყა და იმან ვერ გიპასუხოს, მასე აღარ არის. კი. და ანუ ეს სხვა დროა, სხვა რაღაც ხდება. რაღაც პროცესი დასრულდა, ბოლოში არის დასული და რაღაც ახალში არის გადასვლა საჭირო, ახალი სისხლის გადასხმა საჭირო კაცობრიობისთვის, დედამიწაზე არსებობისთვის და ეს ახალი სისხლი და ახალი ცოდნა არის საქართველოში. ერთი და იგივეს გამეორება გვიწევს ყველა გადაცემაში, ნუ აბა ახალიც რა უნდა უთხრათ, როცა ეს ასია, სხვაგვარად როგორ უნდა უთხრათ. ეს საქართველოშია და ქართველებს არ გვინდა ამისი დანახვა, არ გვინდა იმ საფრთხეების გააზრება, რომ ამ წლების განმავლობაში რა გაფრთხილებაც მოდიოდა, რაზეც საუბრობდა ბატონი აგაკი, რაზეც ჩვენც გვიხდებოდა პირად საუბრებში თუ ასე შემდეგ საუბარი, ეს ყველაფერი სიტყვით სრულდება. აი თუნდაც ის ბოლო რაზეც ვისაუბრეთ. ეს ვინმე შეიძლება არასერიოზულად მიაჩნია, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ დიახაც ეს სერიოზული საფრთხეა. მე ვერ გეტყვით, რომ ეს გინდა თუ არა განვითარებას პოვებს, მაგრამ საფრთხის შემცველი არის. ის სხვა საკითხია, რომ მათი გეგმები აღარ სრულდება, მაგრამ ეს ჩვენი დამსახურება კი არ არის. ეს სხვა რაღაცა ძალის დამსახურება, რომელიც დედამიწაზე არ უშვებს იმას, რომ მავანთა გეგმები წავიდეს და შესრულდეს და მათი გაანგარიშებით კეთილ დასასრულამდე მივიდეს მათ როგორც მიაჩნია. ამას სხვა რაღაცა აფრკოლებს, სხვა რაღაცა აჩერებს. აი ეს მინდოდა მეთქვა და დავით, რა ვიცი, ჩვენ ისე გავერთეთ საუბარში, სიტყვის საშუალება აღარ მოგეცით და მოდის გიხდით რაღაც არავითარი ეს არის საბუთიშო არ არის, მივესალმები ჩემს მერეს, ყველაფერი ძალიან კარგად ითქვა, უნდა თქმულიყო კიდეც ეს ესეთი თემებია ამოუწურავი და მინდა ერთი ვთქვა, რომ აგერ უკვე რამდენი წელან ახსენა, რომ რამდენჯერ ჰქონდათ ამისი სურვილი 2001 წლიდან მოყოლებული და დღესაც ძალაშია. ყველა ბერკეტი გააჩნიათ მათ ამისათვის, რომ დასვან სოფლიო მეფე. ფინანსები, შეიარაღება, მაგრამ ჯო რა უშლით ხელს. ერთადერთი, როგორც ამდა ძლიერები იყვნენ, ღმერთზე ძლიერები ხო აღარ არიან რა ეს დალოცვილები ის სიონისტი, თალმუდისტი, ებრაელი მასონები, ვისაც აქტიურად მთელი სოფლიო ხელში აქვს ჩაგდებული. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აკეთებენ ამას. და ამიტომ უნდა შეეგუონ ამას, თუ რა ვიცი ახლა მე რა შემიძლია რა დევს ახლა იმად გონებაში 28 წლის პანძილზე ჯერ ბატონი აგაკი საუბრობდა და ყველაფერი რომ ამხილა სიღრმისეულად ერთადერთი ამ ადამიანისგან ვიცით ჩვენ
რომ ვინ არიან და რას წარმოადგენენ ისინი სოფლიოში. ხო და ახლა კიდე თვითონ აი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დაღუპვა. წინ უკვე დაღუპვა რა გამოსავალი აღარ არის. რაღაცით უნდა დაიხიონ უკან და ეს უკვე თავის ღმერთთანაც უკვე აი თავის ანტიქრისტე რო ქვია ხო? იმასთანაც უკვე ცოდვაში არიან, რო თქვა, თვითონ უწერიათ ბოლო-ბოლო, კიდე მიწევს ამის გამეორება ადრეს, ხონდა ამაზე საუბარი, რომ ცოდვა ჩადენილი უნდა იყოს საიდუმლოდ. ნებისმიერი ცოდვის ჩადენა ნებადართულია, მაგრამ არავისთვის აღარ არის ეს საიდუმლო უკვე, გასულ მთელმა მსოფლიომ გაიგო. ის რომ ბატონი აგაგი საუბრობდა და ესე სიღრმისეულად და დეტალებში ყველაფერს, კაი იმას დავანებოთ თავი. თვითონაც აი მე რამდენად მივიდნენ ამ იმასთან რა მარცხთან. არ გაჩერდებიან ისინი კი გასაგებია ახლა ცოტა ხანი კიდე შეფიქრიანდებიან რომ რა და როგორ იმოქმედონ მომავალში რა იქნება რა მოხდება ეს ადვილად არ დამთავრდება ეს კიდევ მათ თვალი უჭირავთ იქ ირანზე და კიდევ იმის ვიქიდა რამდენი მთელი მსოფლიო ნავთობის 20% გადის სპარსეთის ყურიდან 48-ის გავლით და აი ამის ამერიკელების ხელში ჩაგდება ჩინეთის დასუსტება, მაგრამ ესე ადვილად არ გამოუგოთ მათ. ესე იგი ვინაიდან უარყოფითი განვითარების გზით მოვდივართ და ამის დასრულებას ვერ ვახერხებთ, დასრულდა ომი, მაგრამ რა შედეგად? შედეგად ის, რომ ახალი ომისთვის გაემზადება ორივე მხარე. ესე იგი დაძაბულობა კი არ იხსნება დედამიწისთვის. დაძაბულობა დღეს თუ განიმუხტა, იმიტომ რომ კიდე ახლა დაიმუხტოს, უფრო ახალი სიძლიერით, ახალ ფაზაში გადაჯგუფება მოხდეს. აი ეს ნიშნავს. უყურე თუ სამხრეთის მხარეს მიმდინარე მოვლენებმა გააჩერა, პირდაპირ ჩახედეს განადგურებას და აზრი დაეკარგა, მოშიას იქ ვეღარ დავსვათ და რაღაც და გაჩერდნენ ამ ეტაპისთვის სამაგიეროდ ჩtildeოთსკენ გააძლიერეს. ნატოს სამიჯე რასაკითხება წამოიწია კიდევ ერთხელ 5%-ამდე უნდა გაზარდონ. გერმანიას თხოვს რომ ატომური მასაც უნდა, ოღონდ ჯერ ესე ლაპარაკობს რომ საფრანგეთის და ინგლისის ატომური არსენალი მასეც უნდა გადმოვიდეს როგორც ღვთაებრივი ემბაზი თუ როგორ არ ვიცი რანაირად. მერცი ამას ამბობს. მართალია ჩვენ ახლა ძალიან გვეშინია ომისა ზოგადად და განცდა გვაქვს გერმანელებს, მაგრამ ხო აი გერმანიაც უნდა ფლობდებს ამ ქოლგას. ამ ორს კი აქვს ეს ქოლგა. ამ ორმა როგორც აჩას გერმანიას ერთდროულად უნდა დააფარონ. ოღონდ ისე რომ მესამე სახელურიც გაუჩნდეს ამ ქოლგას, რომელსაც გერმანელი წაავლებს ხელთ და რატომ? იმიტომ რომ რუსეთისგან თავდასხმა მოსალოდნელი და რუსეთთან ომია მოსალოდნელი. ამიტომ რა არის საჭირო გერმანელმა კიდევ ერთხელ უნდა აისხოს ალბათ უკვე მესამედ დიდი ფოლადის იარაღი ატომური ქოლგით. ხო და სად მიგვიყვანს? ესე იგი ჩვენ ეხლა ჯერჯერობით გადავურჩით აპოკალიფს, არმაგედონს, მახლობელ აღმოსავლეთში, სადაც საქართველოს მოყვებოდა. რადიაციული ტვერი კარგად მოგვიღებდა ჩვენს ბოლოს. მაგრამ თუ გადანაცვლდება ეს ამბავი, უკვე ევროპა და რუსეთი კარგად მოხარშავს ერთმანეთს. ახალი ომი უფრო დიდი მასშტაბებით, რუსეთი გამალებით იარაღდება, ასევე გამალებულ შეერაღებაზე გადადის. უეჭველად აგვესხმება თავს, რომელიმე ნატოს წევრ ქვეყანას კი ბატონო, თითქოს ეს იდეოლოგია იმიტომ არის, რომ კვლავ შეკრან დაშლისკენ წასული ევროპის ერთიანობა, კვლავ შეკრან რუსეთის შიშით. თითქოს ამიტომ არის. მაგრამ სიტყვა აქ სხვა რამეც იგულისხმება. ის შენ უეჭველად დაგესხმება და მანამ ის შენ დაგესხმება, მოდი ქოლგა გაიკეთე და შენ დაესხი თავს იქით. აი, როგორია? ყველა მიმართულებები მუშაობს და ამ დროს რა ხდება? შვიდოვის დროდი ამერიკა იგით რჩება. ის დავლოცავს უყოლას ამ ცუდ ბიჭებს თუ შეერგება არ უნდა და ეჩხუბა. მეგვერდზე გავდგები. ჩემ პრობლემები მაქვს. ხო. თული ვითარება, ჟამი. ამ დროს რაც არის სათქმელი, იმაზე გაჩვენებული. ჩვენ ისე გამოგვივიდა საუბარი, თითქოს ეხლა აქ ყველა ერი ღვთაებრივი წარმონა ქნია,
ვიცით ახლა რომ შეეცდებიან მკვდები გამოაბან, ანტისემიტობა, ის ცნობილი სიმღერა, მაგრამ მათ შორის რა თქმა უნდა ებრაელი ღვთაებრივი წარმონაქმნია, მას აქ საკმაოდ დიდი დამსახურებაც კაცობრიო კიბატონაში, იმიტომ რომ უარყოფითი განვითარების ეპოქაშიც წიმავალი ჭირდებოდა, ძალიან მძიმე ტვირთი იყო და ეგ ტვირთი ატარეს. მაგრამ პირველ რიგში სათქმელი გვაქვს ქართველებს ჩვენ ერთმანეთთან. როცა ჩვენ ფუნქციას არ ვასრულებთ, მას ის ფუნქცია აქვს, რასაც ასრულებს. ეს მინუსის ფუნქცია, რომელმაც უნდა დაუპოს კაცობრიობა. თუ არ მოხდა ჩასახვა დადებითის, ამ დადებითისთვისაც მოგვამზადა მთელი ქვეყნიერება. ამ ათასწლეულების განმავლობაში მარტო ამ მინუსისთვის არ იყო მზადება. ამ ათასწლეულობის განმავლობაში ის პლუსით მზადებოდა, იმ პლუსისთვისაც გვამზადებდა და საერთოდ თუ ცნობიერების განვითარება ნომერი პირველი, იმიტომ რომ ცნობიერებაში ხარ და შენი სიცოცხლეც ცნობიერებაა, გაცნობიერება თავის და ირგვლივ სამყაროს, ხო? მაშინ ცნობიერება იწყება იმით, რომ თუ უარყოფით არ იცნობ, ვერ დადებითი გეცოდინება. ობიექტი უნდა ყოფილიყო. ცნობიერება წარმოიქმნას და იმუშაოს, მას შესამეცნებელი ობიექტი ჭირდება. ანუ ცუდი რო ყოფილიყო, კარგს ვერ დავაფასებ. ხო, და საერთოდ ცუდი და კარგი განურჩეველი იქნება. რა არის საჭირო ამისთვის? მთელი ისტორიაა საჭირო, მთელი დროა საჭირო. ვიქამდე მოსულიყავით, სადამდეც ვართ. დადებითისთვისაც არის მომზადებული და ეს როლიც აქვს ნათამაშები, მაგრამ აი ეს დადებითი საკითხის გადაწყვეტა ახლა ჩვენზეა. ჩვენ უნდა ვძლიოთ ჩვენ თავში უარყოფითი და თავი დავანებოთ იმას, რომ უნდა მოკლათ და დაახვრიტოთ. რა თქმა უნდა. აი ეგ გამოვწიეთ. ეხლა აღარ მინდა ამ თემას კვლავ ჩავყვე და გავაგრძელოთ საუბარი. სულიერ თვალსაზრისით ეგ გამოვწიეთ. მოწინააღმდეგეა, მას ჩემი განადგურება და თვითონ გავანადგურებ, დააყვრეთ ავერის მოღალატეს და ასე გავიმარჯვებ, კვილი-კვილისი. ეს მიგიყვანს განადგურებამდე და მართლაც რამ წამოწია თავი, რა დაერქვა იმ სამხედრო ავანტიურისტულ თვითგამანადგურებელ პროგრამა, პროექტს აღმავალი ლომი და როგორ დამთავრდა ეს აღმავალი ლომი? და აღმავალი კურდღლით, ასე დამთავრდა. სხვა გზა არ იყო. სპექტაკლი უნდა დადგმულიყო, რომ როგორმე გამომძვრალიყვნენ. აი ესე დამთავრდა ეგ ამბავი. ბოლომდე არც დამთავრებულა, იმიტომ რომ ფორმალურად ირანმა კი მიიღო ეს შემოთავაზება ზავის ომის დასრულების, მაგრამ მისი სატელიტური ეს პროქსი სამხედრო დაჯგუფებები, როგორიც არის ჰამასი, როგორიც არის ჰეზბოლა, როგორიც არის სუნიტური დაჯგუფება, ისინი კვლავ აგრძელებენ სარაკეტო დარტყმებს პერიოდულად, დრო. ისრაელი კვლავ აგრძელებს ღაზა სექტორში თავის სამხედრო ოპერაციას. მართალია გენოციდი გრძელდება, შეფარულად მასშტაბები ისეა აღებული, რომ თვალშისაცემი და ესეთი გამაღიზიანებელი აღარ იყოს და ვიღაცებისთვის თუნდაც არ იქნებოდეს, მაგრამ პროცესი არ გაჩერებულა, მიმდინარეობს. აქეთ რუსეთსა და უკრაინას შორის, უпростоროდ უკრაინაში, რუსეთსა და დასავლეთ შორის ეს დაპირისპირება, შეფარული დაპირისპირება გრძელდება. ნახოთ. ჩვენ ვისურვებდით და აბსოლუტურად გვინდა დავიშვიდობოთ დღეს ჩვენ მსმენელს, რომ ქართველობა საქართველოს ეზიაროს უფლის სიტყვას, რომ კაცობრიობა ეზიაროს უფლის სიტყვას და გვევლოს იმ გზით, რომელიც გადარჩენამდე მიგვიყვანს. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ ყურადღებისთვის.